დღეიდან დაიწყო და 19 მარტამდე გაგრძელდება მსოფლიოში ცნობილი მაგისტრების ვიზიტი საქართველოში. ისინი ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს პროდუქტებს შეუფასებენ, გამოცდილებას გაუზიარებენ და პოპულარიზაციას გაუწევენ. მსოფლიოს 9 ქვეყნიდან მაგისტრების მოწვევა უზრუნველყო ასოციაცია ქართულმა ღვინომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ. საქართველოს პირველად მასპინძლობს ღვინის მაგისტრების 21 კაციან ჯგუფს. ღვინის მაგისტრების ჩამოსვლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ღვინის ცნობადობის, ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიო მასშტაბით. ამ ფაქტს დადებითად აფასებენ ქართული მეღვინეებიც და ფიქრობენ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ერთმნიშვნელოვნად საჭირო და აუცილებელია. მსოფლიოში ძალიან შეზღუდულია ის ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ღვინის მაგისტრები მოღვაწეობენ, სულ არის 24 ქვეყანა. აქედან 9 ქვეყნის წარმომადგენელი დღეს საქართველოს ესტუმრა და დღეს არის პირველი დღე მათი სტუმრობის. გაგრძელდება 4 დღე. ერთი დღე იქნება თბილისი, ერთი დღე ქართლი, რო ქართლის რეგიონის გაიცნონ, იქა ორი ღვინოები ადგილობრივი ჯიშებიც დააგემოვნონ და ორი დღე იქნება შემდგომში კახეთი. ღვინის მაგისტრების მთავარი ამოცანა არის, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული ღვინის კულტურა და ისტორია და რამოდენიმე მარანჩიც მოხდება მათი წაყვანა. ეს არის უნიშნულოვანი დღე ჩვენი ქართული მეღვინეობისთვის. ჩამოყვანილია 21 სპეციალისტი მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნიდან, ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, სინგაპურიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, სხვები, რომლებიც ფაქტიურად წარმოადგენენ და არიან ის ხალხი, ვინც ქმნიან შეხედულებებს. ვართ შოკის სტადიაში და ვართ იმ სტადიაში, რომ გადავუმუშავოთ ეს ინფორმაცია და აუცილებელია ვიზიტები, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლა-გამოსვლა. კიდევ დავწუნდეთ იმაში, რაც ჩვენ დღეს გავიგეთ და უფრო განავითაროთ ჩვენი აღქმა და გაგება ქართული მეღვინეობის. ღვინის მაგისტრი ყველაზე პრესტიჟული წოდებაა ღვინის სფეროში. მათ სიტყვასა და რეკომენდაციებს დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. 24 ქვეყანაში მოღვაწე მაგისტრებიდან 9 ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ქართული ღვინის დეგუსტაციით დაინტერესდა და საკუთარი შეფასებებიც გააკეთა. ადამიანები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები, განიხილავენ ღვინის ინდუსტრიის ყველა ასპექტს, ღვინის წარმოებას, საცალო ვაჭრობას, განათლებას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინო უმაღლესი დონის პროფესიონალიზმის მატარებელია მსოფლიოში. ქართული ღვინის განსაკუთრებულობის დიდი სია არსებობს. ჩვენ პირველად დავაგემოვნეთ ასეთი მაღალი ხარისხის ღვინო და შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. აუცილებლად გავუწევთ რეკომენდაციებს მსოფლიო მასშტაბით ამ ისტორიული წარსულის მქონე ღვინის კულტურას. შეიძლება ითქვას, რომ პირველი დღის დეგუსტაცია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა ფეშენებელურ სასტუმროში, თუმცა დახვდება თუ არა მაგისტრებს იგივე სიტუაცია ქართლსა და კახეთში შემდეგ დღეებში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს.